ამბავი ახალგაზრდა უსიყვარულო ქალზე, რომელიც ოჯახისგან მიღებული ტრავმებით და გენდერულ შეხედულებებში დაკარგული, ეძებს ურთიერთობებს, ცდილობს დაძლიოს ბავშვობის კომპლექსები, მოიქცეს ისე, როგორც მისი თანატოლები, თუმცა გადაჭარბებული მცდელობით ხდება უფრო მეტად მიუღებელი. ეს ფრეკენ ჟულის ისტორია, რომლის ნახვის შესაძლებლობაც ილიაონის თეატრის სცენაზე გვექნება. ფრეკენ ჟული, მგონია რომ რაღაც კრებითი სახეა იმ ქალების, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან. სპექტაკლში ვუყურებთ თუ რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად განიცდიან და მუდმივად წნეხის ქვეშ არიან საზოგადოების და თითქოს რაღაც ამ დადგენილი ნორმებით, რომელიც არსაიდან გაჩნდა, ამ ნორმებში ცდილობენ რომ თავისთავად იპოვონ. თუმცა ამ პროცესში უფრო იკარგებიან. პიესა დატვირთულია სიმბოლოებით, ზაფხულის ღამის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ყვავილები და იესამანი, როგორც რეჟისორი გვიმხელს ფრეკენ ჟულის ცხოვრების სიმბოლო. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ასევე ძალიან უცხო და განსხვავებული, იმიტომ რომ ასეთ პიესაზე, ასეთ დიდი მასშტაბის დრამატურგზე არ მიმუშავია. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ნათლად დავანახოთ, თუ რატომ სჭირს, რატომ ხდება ამ ზაფხულის ღამის გიჟურ დღესასწაულზე ასეთი რაღაცები მის თავს. შევეცადეთ, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და ჩვენთვის იყო ახლო მსახიობებისთვის და ასევე რეჟისორისთვის. სცენაზე მხოლოდ ერთი ფერია, ეს არის ასოციაცია პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის. ისინი ერთ სივრცეში წლებია გამოკეტილები არიან, შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი, აქ მოსული მაყურებლისთვის საკუთარი ემოციის გადაცემა. რომელი პერსონაჟიც დამეკისრა, რომ შევასრულო, არის ჟანი, რომელიც არის გრაფის მარჯვენა ხელი, მრავალშრიანი, როგორ შეიძლება ათეული წლების შემდეგაც პერსონაჟი დატრიალდეს ისე ერთ დღეში ჩაეტიოს მთელი მისი ცხოვრების მარაგი. მარვის შეიძლება რაღაც სიახლოვე ვიპოვე პერსონაჟთან, მაგრამ ბევრ რაღაცას ჩემს ცხოვრებაში, რაც ჟანის ცხოვრებაში ხდება, ჩემს ცხოვრებაში გამორიცხავ. ახალგაზრდა რეჟისორის ევა გვრიტიშვილის მთავარი მიზანი შემოქმედებით ჯგუფთან ერთია, პრობლემების ირგვლივ არა პასუხების ძიება, არამედ კითხვების დასმა. რა ემართებათ ადამიანებს მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი ბავშვობის ტყვეები ხდებიან. ეს სპექტაკლი დაიდგა სამხატვრო აკადემიის და ილიას უნივერსიტეტის კოლაბორაციით. ჩვენი მხატვრები არიან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და რაღაცნაირად პროცესი და მთლიანად ჯგუფი იყო ახალგაზრდული, თითქმის ყველა ამ ადამიანისთვის იყო პირველი პროექტი და ამ პროცესს რაღაცნაირად მენტორობას უწევდა დადგმის ხელმძღვანელი, რომელიც არის ვანო ხუციშვილი და რაღაც მისი გამოცდილებით და მისი რჩევებით რაღაცნაირად შევკარით და მივიყვანეთ ბოლომდე ეს პროექტი. ავგუსტ სტრინდბერგის ფსიქოლოგიური დრამა ახალგაზრდა ქალის ფრეკენ ჟულის სულიერ შფოთვებზე მოგვიყვება, რომელიც გენდერულმა სტერეოტიპებმა, უსიყვარულობამ, უკონტროლოვნებამ და კომპლექსებმა შექმნა. საინტერესოა იპოვის თუ არა ფრეკენ ჟული გამოსავალს. ჩემი ინსპირაციის წყარო, რატომაც გავხდი რეჟისორი, ალბათ რატომაც გადავწყვიტე რომ ამ პროფესიას დავუფლებოდი, არის ერთ-ერთი პიესა, რომელიც ძალიან სიმბოლურ კვეთაში არის ფრეკენ ჟულთან იმ სპექტაკლთან, რომელიც განვახორციელეთ. ეს პიესა არის ჰედა გაბლერი და ჰედა გაბლერის საპასუხოდ დაიწერა შემდეგ ფრეკენ ჟული. მგონია რომ ფრეკენ ჟული უკვე გვაქვს, ჰედა გაბლერიც ალბათ სწორ დროს იქნება. სპექტაკლის სარეპერტუარო გახდება ფრეკენ ჟულის პრემიერა 1 და 2 ოქტომბერს ილიაონის თეატრის სცენაზე შედგება.